საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი პრემიერს ისრაელის წარმომადგენელ ინვესტორებთან საკონტაქტოდ მთავრობიდან კონკრეტული პერსონის გამოყოფას თხოვს. იციქ მოშეს განცხადება ბიზნესმენის მიერ მეირ შავიტისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების საქმეებს ეხება. 15-მდე ორგანიზაციის საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მეხუთე თვე აიკვლევს. ძიება გადასახადების თავიდან აცილების ფაქტზე დაიწყო. ინვესტორს კითხვები აქვს ხათუნა ხვედელიძე, გვეტყვის მეტ ინფორმაციას ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ხათუნა, დღეს ერთი კონკრეტული საქმის შესახებ უნდა მოგვითხრა, ასევე საინტერესო იქნება წერილი, რომელიც დღეს გავცელდა. გისმენთ. სანამ წერილზე გადავიდოდეთ, მანამდე გეტყვით მე თავად რას წარმოადგენს ეს კომპანია, რომლის საქმეც უკვე გახმაურებულია და თავად ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც დღეს ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. ისრაელის მოქალაქე მეიერ შავეთმა საქართველოში ბიზნესი ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და მისი კომპანია ძირითადად საიუველირო ნივთებისა და ასევე ხელით ნაკეთი ნივთების რეალიზაციით, მისი დიზაინის შექმნისა და მისი ფრენჩაიზინგით არის დაკავებული, თანამშრომლობს 15 სხვადასხვა კომპანიასთან, რომელთაგან ნაწილი შპს, ნაწილი კი ინდმეწარმეა. ეს კომპანიები მეიერ შავეთის დაფუძნებული კომპანიისგან ყიდულობენ ნივთების დიზაინს და შემდეგ მათ მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვა თავად მეიერ შავეთის სახელობის, ანუ ეგრეთ წოდებული ბრენდის მაღაზიებში ქართულ ბაზარზე ხდება მათი რეალიზება. დღეს ირკვევა, რომ როგორც მეიერ შავეთის დაფუძნებულ კომპანიაში, ასევე მის პარტნიორ 15-ვე შპს-სა და ინდმეწარმეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებმა შემოწმება ერთდროულად დაიწყეს. ჯერჯერობით ვნახოთ თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შემოწმება და შემდეგ უკვე გიამბობთ რა მიმართვით მიმართეს ებრაელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მაღაზიაში მაქვს 50%-იანი ფასდაკლება. საფინანსო ორგანიზაციამ ამის გამო დაგვიწერა 70,000 ლარის ოდენობით ჯარიმა. ილია გობეჯიშვილის კომპანია 15-დან ერთ-ერთია, ვისაც ებრაელ ბიზნესმენ მეირ შავითთან პარტნიორობის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა. ინდმეწარმე გობეჯიშვილი, რომელიც საიუველირო ნივთებს ამზადებს, ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურმა რეალურ შემოსავალზე სამჯერ მეტი თანხით დააჯარიმა. პრობლემები როგორ უნდა გადაგიხადოს ეს ბავშვო მეთქი რას მეუბნებიან, ეცით? მაგას თუ არა აქვს გადახდის თავი ებრაელმა გადაიხადოს. კომპანია მეიერ შავითის ფინანსისტი 5 თვიანი ჯერ დაუსრულებელი დავის შედეგებზე გვიყვება. გიორგი თოლორდავა ამბობს, რომ ებრაელი ბიზნესმენის კომპანიასა და მის პარტნიორ 15 სალონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 5 ნოემბერს შევიდა. ფინანსისტის თქმით, მეიერ შავითში საგამოძიებო უწყების შესვლა მათი კონკურენტის გავლით მოხდა. გიორგი ლაგვილავა სახელს და გვარს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ პროცესში ერთ-ერთი ძალოვანი უწყების, ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ინტერესები იკვეთება. იბარებენ ბატონ მეირს, უძახიან, ერთ-ერთი უკვე ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც ამ ჯგუფშია გაერთიანებული და ეუბნება, შენ საქართველოში ხარ, ხო არ დაგავიცდაო. შენი მოვლი სხვა ხერხებიც არსებობს. და ზუსტად არ მახსოვს 10 თუ 15 დღეში შემოდის საგადასახადო პოლიცია. 40 კაციანი სპეცოპერაციით. 15 ფირმაში. რომლის საერთო ჯამური ბრუნვა არის 50,000 ლარი. ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებში. ამბობენ, რომ შესწავლა თავად მეიერ შავეთის ყოფილი თანამშრომლის საჩივრის საფუძველზე. გადასახადების თავიდან არიდების ფაქტზე დაიწყო. დღეს გადასახადისგან თავის არიდების მიზნით სპეციალურად ხდებოდა ბიზნესების დანაწევრება. რატომღაც ისინი არ ახსენებენ, რომ იმ კომპანიებში, სადაც სამართალდარღვევა არ აღმოჩნდა, ჯარიმები არ გამოწერილა საგადასახადო ორგანოს მიერ და მხოლოდ ახსენებენ კომპანიებს, რომლეთაც შესაბამისი სამართალდარღვევა გამოუვლინდათ. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებს არიზიარებს მეიერ შავეთის ადვოკატი. მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ კომპანია პროდუქციაზე ფასდაკლებების გამო დააჯარიმეს, თუმცა დაუსამუთებლად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა ესენი საკონტროლო შესყიდვებიც განახორციელეს რამდენიმე და მართლა ფასდაკლებით შეიძინეს მათმა წარმომადგენლებმა ესა თუ ის ნივთი. ნამდვილად ის იმ თანხაზე იყო სალაროს აპარატში ჩეკი ამორტყმული, რა თანხაც გადაიხადეს. ნივთები იმდენი იყო, რამდენიც უნდა ყოფილიყო.
ებრაელი ბიზნესმენის ნაცვლად საუბარი მის ადვოკატსა და კომპანიის ფინანსისტს უწევს. თავად მეიერ შავეთის კაბინეტი დღეს ცარიელია. ისრაელის მოქალაქე ქართველ ებრაელ ბიზნესმენს რამდენიმე თვიანი ფინანსური დავის გამო ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და საუბარი უჭირს. კომპანიაში კი ამბობენ, რომ რამდენიმე თვეში ექსპორტზე გასასვლელად გამზადებულ კომპანიას ფინანსური პრობლემების გამო დღეს უკვე ქართული ბაზრიდან გაქრობა ელის. მეიერ შავეთის თითქმის 5 თვიან საქმეს დღეს გამოეხმაურა საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მთავრობისგან ითხოვს კონკრეტული ადამიანის გამოყოფას, რომელიც მეიერ შავეთის საქმეს შეისწავლის, წინააღმდეგ შემთხვევაში შიშობს, რომ მომხდარი ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად შეფასდება. იციკ მოშეს მიმართვას დღის ბოლოს უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში კითხულობთ, რომ საქმე შესასწავლად უკვე გადაეცა ბიზნეს ომბუდსმენს და გადაწყვეტილება და შესწავლის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მადლობა, ხათუნა ხვედელიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და რამდენიმე წამის წინ პრემიერს ასევე უპასუხა საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა. ჩვენ ამ წერილს ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამდე კი გავერკვეთ, სად არის უფასო ფული. მილიარდერი ქართულ ეკონომიკაში ჩადებულ მილიონებს ითვლის და გულისწყდება, რომ ამას არავინ ამჩნევს. მოქალაქე ივანიშვილის პროგნოზი ასეთ რესურსთან დაკავშირებით სამომავლოდაც ოპტიმისტურია. უფასო ფულის ძებნამ სოფო ბერიძე სოფლის მეურნეობის სამინისტრომდე მიიყვანა. მთავრობა ასობით საწარმოს ითვლის, ხელისუფლების ოპონენტები მხოლოდ რუქაზე არსებულ განუხორციელებელ პროექტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 812 მილიონი ლარია დახარჯული სოფლის მეურნეობაში. ნახოთ რეპორტაჟი. ოცნების ბიზნეს რუკაზე 105 ახლად შექმნილი საწარმოა. მთავრობა 3 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების რაოდენობას ითვლის, რომელიც ჯამში 600-ს აღემატება. რუკაზე ასეთებს შორის თერჯოლაში მდებარე ფერმაცაა. კრედიტის აღებიდან 2 წლის შემდეგ ფერმა ასე გამოიყურება. ყოველ წელს რამდენჯერმე ვახდენთ ცვლილებას თითოეულ პროექტში. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ახლა მთავრობას ბაზარი მცირე ფერმერებისთვის ამ ტიპის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გარნახობს. ეს ფაქტობრივად მოსახლეობის ნახევარი, რომელიც ამჟამად იმყოფება ნატურალური მეურნეობის პირობებში და ჩვენ თუ გვინდა რომ ეკონომიკური ზრდა და რეალური სექტორი უზრუნველყოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, რომ აი ამ ფენის, ამ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენის ჩვენი საზოგადოებისა ქონოდა საშუალება, რომ განევითარებინა კომერციულ საწყისებზე ბიზნესი. სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მთლიან შიდა პროდუქტში სექტორის წილი 8.1%-ია. ვიდრე შემდეგ თემას წარმოგიდგენთ და სტუმარს, მოკლედ გეტყვით, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებას ცოტა ხნის წინ საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში უპასუხა. იციკ მოშე ამბობს, რომ იმედის მომცემია ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურება და ის იმედოვნებს, რომ ურთიერთობები დარეგულირდება და თანამშრომლობა გაგრძელდება.